საქართველოს უკვდავთა ჯარის, ანუ რუსული უკვდავთა პოლკის ანალოგიური მსვლელობის ორგანიზატორი გულბაათ რცხილაძე ერთ-ერთია იმ მათგან, ვისაც კითხვა არის თუ არა რუსეთი მტერი ნაპირის მეორე მხარეს ტოვებს. თქვენი მოძრაობა ატარებს რუსეთის ფედერაციის და პრეზიდენტის ინტერესს. ვის ინტერესს? არა, მე ვატარებ ქართული ხალხის ინტერესს. შეხედეთ, რუსეთი თავს პირიქით იზღუდავს ჩვენგან ის კი არ მოდის შეტევაზე, არამედ რას ნიშნავს, რომ ავთულხლართ, შენ ნუ გადმოდიხარ აკეთ, მე შენთან არ გადმოვდივარ, არაფერი არ მესაქმე. მე არ მჯერა მაგის, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვინმე გაიტაცეს. ეს არის ვიღაცა გადავიდა იქით, ან შემთხვევით, ან პროვოკაციის მიზნით, ესეც სამწუხაროდ ხდება, იქ ხდება დაკავება ადამიანის, გადაყვანა იმ ცხინვალის იზოლატორში, დაკითხვა და შემდეგ თუ კი ეს რაღაცა პროვოკაცია არ არის, როგორც იყო ამ რამდენიმე ხნის წინ, მაშინ ხდება გარკვეული მცირე გადასახადი ეგ ჯარიმა და ეს კარგი კი არის, მე ამას კი არ ვამართლებ. არავინ ქართველებს არ დევნის რუსეთში, ეროვნული ნიშნით. არის ეს? არის. ამ თვალსაზრისით აბსურდია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ რუსეთი არის მტერი. ყოველ შემთხვევაში ის რაც ქართულ მასმედიაში, ის სურათი რაც ქართულ მასმედიაში იხატება და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ რუსეთი არის ჩვენი ტოტალური მტერი. ეს არის ძალიან არასწორი. აი ეს კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ტოტალური მტრის ცნება კიდევ სხვა არის, რომელიც ნიშნავს, რომ მტერი არის ისეთი, რომელიც შენ სრულ განადგურებისთვის იღწვის. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ ამ შემთხვევაში პირიქით. ვლადიმირს 1924 წლის მარტში. ბახუტაშვილი ალექსანდრე